ეს ქიმერიონია. აქ გათამაშთა დიდი ლიტერატურული მისტერია ცისფერყანწელთა ორდენი, მათი შემოქმედება და არაჩვეულებრივი ბიოგრაფიები. საქართველოს ფირუზ ხელებს გადავეცით ჩვენი აღსარება, წერს პაოლო იაშვილი. გალობთ ოქროთი შემოსილი განახლების აქტიორები უსხივო ხალხის წინაშე. რას ნიშნავს განახლების აქტიორები? ანუ მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რას ნიშნავს ქართული ლიტერატურის ევროპის რადიუსით გამართვის ცდა, რომლის ოფიციალური მანიფესტაციაც მოხდა 1916 წელს ქალაქ ქუთაისში, ჟურნალ ცისფერი ყანწების ფურცლებზე. აი ეს არის ეს ჟურნალი, სულ 2 ნომერი გამოვიდა. მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემთვის ეს არის უძვირფასესი რამ. მეძვირფასება იმიტომ, რომ აქ ჩემთვის საყვარელ პოეტთა შემოქმედებაა. გარდა ამისა, ეს უკვე ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. და კიდევ მეძვირფასება, იმიტომ, რომ ეს ბატონ კოლაუ ნადირაძის ნაჩუქარია. ბატონ კოლაუსი, რომელსაც მუდამ დუღარეთ სერემლებით უსველდებოდა სახე პაოლო იაშვილზე საუბრისას. ამბობდა: პაოლო, ჩემო წამებულო ძმაო, ჩვენ დღეს აქ ქიმერიონში მოვედით იმ წლების, იმ განწყობილებების და პოეზიის დასაცავად. ცხადი არსებობს ღირებულებათა გადაფასება, რაც გონებ ძალიან ხელოვნურია, იმიტომ რომ ღირებულებები ყოველთვის რჩება ღირებულებებად და არასოდეს მათ არაფერი არ აკლდებათ. აქ მთავარია ჩვენი თაობის, ჩვენი დროების დამოკიდებულება ამ ღირებულებებისადმი. ჩვენ აქ სრულიად უცნაური მისიით მოვედით. ჩვენი გადაცემა სრულიად უცნაურ ამბავს ეხება, იმას რომ რაღაცომღაც უნდა ვამტკიცოთ, რომ შავზე შავია და თეთრზე თეთრი. ეს მოიტანა ამ დროებამ, ჩვენმა დროებამ, ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ ფასეულობებს, ლიბერალურ იდეებს ამოფარებულმა ფემინიზაციამ და სხვა ამგვარებმა. მაგრამ ის რომ თავარი და ნამდვილი ყოველთვის რჩება და ის არსად არ მიდის, აი ეს კედლებიც გვაუწყებენ. რესტავრაციისას გარდაეცალა თეთრი საღებავის 7 ფენა და ისევ ამობრწყინდა არაჩვეულებრივი კედლის მხატვრობა გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ზიგა ვალიშევსკის, ზდანევიჩის, სუდეიკინის. ეს დაახლოებით გახლავთ ილია ჭავჭავაძის ქვათა ღაღადის თემა. წარსულის გამზიარებლები, ქვები, კედლები და მტკიცება იმისა, რაც ისედაც ცხადია და ჭეშმარიტი. ასე რომ ღირებულებათა გადაფასება მაინც ხელოვნური ტერმინია. ღირებულება რჩება ღირებულებად. როგორც აფხისტკაცუნი ვარდნილი ზღვიდან ისეთი ვაშკაცური გაქროლება მინდა. ჩვენ დღეს აქ მოვედით იმ განწყობილებების, იმ დროის და პოეზიის დასაცავად. იმედია ეს კედლები მოგცემს ძალას, რომ გავარღვიოთ რაღაც დახშული სივრცე და ვამტკიცოთ ის, რაც ისედაც ცხადია. ჩვენ აქ მოვედით, რომ თქვათ სიმართლე. ჩვენ აქ არ საუბრობთ ლიტერატურულ სიმართლეზე. ლიტერატურული სიმართლე შეიძლება გამონაგონი ამბავიც იყოს, თუნდაც მისტიფიკაცია. მისტიფიკაცია ხომ საიდუმლოსთან ზიარებასაც გულისხმობს. ლიტერატურული მისტიფიკაცია კი საკუთარი ნაწარმოების ავტორად სხვისი, ძირითადად არარსებული პერსონის დასახელებას. ჩვენ ვისაუბრებთ იმ სიყალბეზე, რითაც დღეს ლიტერატურის კომერციალიზაციაა შეფუთული. მაგალითად, სათანადო ხმაურით და აჟიტირებით ეჭვს ქვეშ დააყენეს პაოლო იაშვილის ლექსების ავტორობის საკითხი. უცნაური ტანდემი შედგა. ეგრეთ წოდებული სამეცნიერო კვლევითი ცენტრი სტომატოლოგთა საზოგადოება რედიქსი. შემდეგ ქალთა ფონდი საქართველოში, რომელიც ძალიან მაღალ ანაზღაურებად გრანტებს გაცემს და
ვებგვერდზე საკუთარ მიზნებს ოფიციალურად გვაცნობს. უპასუხონ გენდერულ მოთხოვნებს, უზრუნველყონ ფემინისტ აქტივისტთა უსაფრთხოება, აწარმოონ გენდერული იდეების პროპაგანდა სტუდენტებში და ასე შემდეგ. ეს ჩვენთვის უცნობი საზოგადოებები და გოგლა ლეონიძის და ტიციან ტაბიძის მიერ დაარსებული ლიტერატურის მუზეუმი. სკანდალისა და ვითომ და სენსაციურის გამოდევნებამ ლიტერატურის ისტორიასაც მიაყენა ზიანი, განმარტავს ცნობილი მეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე ქალბატონი ლალი ავალიანი. ამის ნიმუშია პაოლო იაშვილის ბრწყინვალე ლიტერატურული მისტიფიკაციის ელენე დარიანის დღიურების გამო კვლავ აგორებული სკანდალი, ამჯერად ძვირადღირებული და კარგად შეფუთული სამარცხვინო პიარ კამპანია. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, მე-20 საუკუნეში ეჭმიუტანელი, წარმატებული, ერთადერთი ქართული პოეტური მისტიფიკაცია გვაქვს და ისიც მავანთა ამბიციას ეგებ ცუდ განზრახვასაც კი არ ცოდნა ხომ ყოველთვის არ არის არცოდვა. გადავაყოლოთ? ამ ვითომ სენსაციურ აღმოჩენას თითქმის ყველა სატელევიზიო არხი გამოიხმაურა. ლიტერატურის მუზეუმში გახსნილი გამოფენის მთავარი ფოტოა. ლიტერატურობით დიდხანს დაუბდნეთ, რეალურად არსებობდა თუ არა ქალი პოეტი, რომლის ლექსებსაც ელენე დარიანის ფსევდონიმით პაოლო იაშვილი აქვეყნებდა. მეო ერთ დღესო პაოლოს უცხარია, ხო, რომ შენო დარიანი ხარ, ხო და უпростоრედ უცხარიო დორიანი. ხო, დორიანიო მოეწონავა ჯერ, მაშინო დარიანიო. და შევთანხმდი, მაშინ შენც დარიანი იყავ. და ერთმანეთს ვეძახდითო დარიანებს. ცოტა დეტექტივი, ცოტა მისტიკა და ბევრი ლირიკა. ლიტერატურის მუზეუმში ხვალიდან საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე ყველა დეტალი საჯარო ხდება. ვინ არის ელენე დარიანი? ქალი პირში პაპიროსითა და ტანზე კოკო შანელის სითამამით 20-იანი წლების ქუთაისიდან, ანუ ელენე ბაქრაძე, ქალი პაოლოს უკან თუ თავად პაოლოს ქალური საწყისი. ჩემი მოსაზრება და დიდი ამ გამორჩეული და ამ უიღბლო უბედური პოეტის მიმართ. უიღბლო და უბედური იმიტომ გახლავთ, რომ საფლავშიაც სამწუხაროდ ზოგიერთი არ ასვენებს მას, მის სულს არ ასვენებს. კაცმა რომ თქვას, ამიტომაც რაიმეს მტკიცებას მე აქ ნაკლებად ვაპირებ, მაგრამ მთლიანად მკითხველი საზოგადოებისათვის 2x2 და ამის მტკიცება ეკრანიდან პირიქით უხერხულ განცდასაც ვადებთ. არადა უსინდისობა მეთქი მერიდება მაინც ეს სიტყვა ვიხმარო თუნდაც შემცდარი ლიტერატურებისა და შემცდარი პიროვნებების მიმართ. მაგრამ უვისობასთან გათანაბრებულია ყოველთვის არ ცოდნა, არ ცოდვა არ გახლავთ. ზოგჯერ ცოდვა სწორედაც. აი ამ სიტუაციაში აღმოჩნდა ახლა მკითხველი საზოგადოება, ლიტერატურის მოყვარული საზოგადოება და სხვა. აღმოჩნდა თითქოს და მასალობრივადაც, დოკუმენტურადაც ამტკიცებენ, რომ პაოლო არ არის ავტორი დარიანული ეგრეთ წოდებული ციკლისა 14 ლექსის შედევრისა, მათ თავისი ავტორი ყავს, ამ ავტორის გამოვლენა დაიწყო. მე არაფერი საწინააღმდეგო რო იტყვიან პიროვნულად ლიტერატურული თვალსაზრისითაც და ვიტყოდი ამ სიტყვას გაანათლოს მისი სულის უფალმა ქალბატონ ელენე ბაქრაძის მიმართ არა მაქვს, მაგრამ ეს ერთი მხარეა. ასეთი განათლებული კულტურული ქალბატონებიც ვაგლახრომ ცდებიან. განსაკუთრებით ალბათ სიცოცხლის მიმწუხრს. ალბათ არ მოხდა ამ ქალბატონის ისეთი რეალიზება, რითონ როგორც მას ჰქონდა თვითონ წარმოდგენილი. და ჩემი აზრით ცდუნდა იგი, როდესაც სრულიად ნათელი და გარკვეული ვითარებისგან ლიტერატურული სარგებლის მოპოვება ეცადა
და უკვე ბოლოს პირდაპირ გამოაცხადა, დღიურებში დაწერა და ეს დღიურები გამოქვეყნდა, რომ იგია ავტორი დარიანული ციკლისა. მისი ლექსებია ეს. 14 ლექსი კი არა, ერთი სტრიქონის არ უნდა მიიჩემოს არავინ, რაც მისი არ არის. ბესო ჟღენტის და გრიგოლ აბაშიძის მონათხრობის მიხედვით ელენე ბაქრაძე თავის პროზად ჩამოწერილი განცდებით მიდიოდაო პაოლო იაშვილთან. თავად ქალბატონი ელენეც აღნიშნავს ერთ-ერთ რუსულენოვან პირად წერილში. ჩემს აღმა ფრენას, ანუ როგორც ის წერს, პარივ. ბრწყინვალე შლიფოვკას უკეთებდაო პაოლო იაშვილი. ვფიქრობთ, არსებითი განსხვავება ახალგაზრდა ქალის ემპირიულ აღმაფრენასა და მაღალ პროფესიულად ნიჭიერებით დაწერილ ლექსებს შორის. ელენე დარიანი, ქართველი პოეტი, რომელიც პაოლო იაშვილის მუზად ითვლებოდა. ლიტერატურულ მუზეუმში მისი ფოტოების და ხელნაწერების გამოფენა მოეწყო. გადაცემის სტუმარი გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზურაბ ალხანიშვილი. ლიტერატურის მუზეუმი ელენე ბაქრაძისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს, როცა საუკუნის დასაწყისში ელენე დარიანის ფსევდონის ამფარებული პერსონის გარშემო აჟიოტაჟი არ წყდებოდა. მისი ბიოგრაფიიდან არის უმნიშვნელოვანესი მომენტები, რომლის შესახებაც დღეს საზოგადოებამ არაფერი იცის. თვითონ ელენე ბაქრაძე თავის სახელით წერდა და აქვეყნებდა ლექსებს, იყო მთარგმნელი. ასევე ის იყო შავა ქართველიშვილის მეუღლე. საიდან ჰქონდა მას ეს ლექსები და როდის გაიცნეს მათ ერთმანეთი? ამის შესახებ მისი საარქივო ჩანაწერები გვიყვება, სადაც როგორც ელენე ახდენს ძალიან მოეწონა. დამეგობრდნენ და გადაწყვიტეს, რომ ამის შემდეგ უკვე ერთადაც ემუშავათ, იმიტომ რომ ეს იყო ის პერიოდი, როცა პაოლო ფიქრობდა გამოეშვა თავისი გაზეთი. და ცისფერი ყანწები ამის შემდეგ იბადება უკვე და ამის შესახებაც წერს ელენე. ყოდა ისტორიას ელენე ეგ და პაოლო როგორი იყვნენ დაწასულები ერთ ადგილას, სადაც საღამოს მათ გაუმასპინძდნენ, მიართვეს ღვინო ყანწებით და ის რაღაც ცისფერი ფერის ღვინო იყო და ელენემ ეს შენა. რომანტიკული ისტორია და მისტიკა. და აი შემდეგ იქიდან უკვე წამოვიდა ცისფერი ყანწები. სტომატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტს ბატონ ალხანიშვილს წარმატებებს უსურვებთ სტომატოლოგიის დაუფლებაში, მაგრამ გვინდა განუმარტოთ, რომ მემუარისტიკა არ გულისხმობს მყარ არგუმენტაციას. მემუარისტიკაზე დაყრდნობით არ შეიძლება ზუსტი დასკვნების გამოტანა, მით უმეტეს თუ მემუარების ავტორი წინასწარი განზრახვით მოქმედებს. თუნდაც, როცა ცისფერი ყანწების ნათლიად წარმოგვიდგენს თავს, როცა სხვის მონათხრობს საკუთარად აცხადებს. აღშფოთებული ვარო, წერს პროფესორი ეთერ კურცხალია. ჩემს ბაბუდას მოაყოლინა და მისი ნათქვამი მიითვისაო. არა და იმ დღეს, იმ თავყრილობას არ გვეჩი, საერთოდ არ დასწრებიაო ელენე ბაქრაძე. გამიზნული უზუსტობებით, შეცვლილი ისტორიებით, მრავალგზის გადაკეთებული თარიღებით, პლაგიატური ტექსტებით, სავსეა ეს ეგრეთ წოდებული მემუარები. რაზე დაყრდნობითაც ამაოდ ცდილობენ გააყალბონ ქართული ლიტერატურის, ან თუნდაც ერთი პოეტის ისტორია. სიმართლე გითხრათ, ლიტერატურულ პრობლემას აქ ვერ ვხედავ. უბრალოდ პატარა სენსაცია აგორეს. იგოროს არაუშავს. ხალხს პოეზიის არსებობა დავიწყებული აქ და იქნება გაახსენდეს. თავისთავად, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ამ ლექსებს ქალი ავტორი გამოსჩენოდა. მეც მივესალმებოდი, ოდნავ მაინც რომ შეეფერებოდა სიმართლეს. 1915 წელს ქვეყნდება დარიანული ციკლის პირველი ლექსები. ელენე ბაქრაძე კი 1907-1916 წლებში განჯაშია. შემდგომ რუსეთში. სათანადოდ ვერ ფლობს ქართულ ენას. თუმცა მისი მემუარების მიხედვით ის არათუ ავტორია დარიანული ლექსების, არამედ ჟურნალ ცისფერი ყანწების ნათლიაც. პაოლო იაშვილი გამორჩეული ოსტატი იყო. ჩემი აზრით გალაქტიონის გარდა ტოლს ვერავინ უდებდა, საუკეთესო პოეტებიც კი. ელენე დარიანის ლექსებს სწორედ ასეთი ოსტატის ხელი ატყვია, თავიდან ბოლომდე. ბოლოში უფრო განსაკუთრებულად. გამოდის, რომ იმ დროს უმაღლესი რანგის სამი ოსტატი არსებობდა. გალაქტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი და ვინმე ელენე ბაქრაძე.
რაც ძნელი დასაჯერებელია თავისთავადაც, მაგრამ როდესაც მის ლექსებში ჩავიხედავთ, მის ხელნაწერებში ჩავიხედავთ, ხელში შეგუჩება სრულიად უმწეო რამ. And პოეზიაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. სტრიქონი გაუმართავია, სიტყვაზე არიბმება და უეცრად ამ რანგის ლექსები დაწეროს. ასეთმა ავტორმა მარტივად გამორიცხული არავითარი მან არგუმენტების საჭირო არ არის. ელენე ბაქრაძის ნათესავის იასონ ბაქრაძის წერილებიდან. ელენე დარიანი, შენ არ მგონი ხარ. შენ კი არ გთვლი დარიანად, არამედ იმისი ავტორი შენი კარგი ნაცნობი უნდა იყოს. ეს წერილი 1915 წლით თარიღდება. ერთი წლით ადრე ელენე ბაქრაძე ცოლად გაჰყვა თავის პირველ მეუღლეს, გიორგი ბერიშვილს. როგორც პირადი მიმოწერიდან ჩანს, იმ პერიოდში რამდენიმე თვის მანძილზე ამ მანდილოსანს რაღაც გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა ჭაბუკ პაოლოსთან. შეიძლება უფრო მეტიც. ახლა ეს არ არის ჩვენი კვლევის საგანი. სატრფელო ხელთათმანი პირველად ელენემ გადაუგდო, წერს კოლაუ ნადირაძე. როგორც ჩანს გალაქტიონ ტაბიძესაც, სხვებს ნუღარ ჩამოვთვლით. გალაქტიონს თავისი ჩვეული გულწრფელობით და ამ შემთხვევაში მიამიტობით ჩაუწერია უბის წიგნაკში. გალაქტიონ, მოვიხედე ელიკო. არსად არ გაგიშვებ, ჩემთან უნდა წამოხვიდე. მე ელიკოს ვუყვარ და ვუყვარდი, უკვე 20 წელია. ამ მანდილოსნის ურთიერთობა პოეტთან არც თუ ისე უანგაროა. როგორც პირადი ჩანაწერებიდან ირკვევა, მიაქვს თავისი ლექსები, მისივე სიტყვებით რომ თქვათ, შლიფოვკისთვის გალაქტიონ ტაბიძესთან. $1922 წელს ჟურნალში მეოცნებე ნიამორები ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა. პოეტმა უნდა გამოიგონოს ახალი მითები. აშორდია, ირუბაქიძე, ელენე დარიანი, ორპირი. ლიტერატურაში ცნობილია, რომ აშორდიას მითი შექმნა ვალერიან გაფრინდაშვილმა, ირუბაქიძისა გრიგოლ რობაქიძემ, ელენე დარიანის პაულო იაშვილმა, ორპირის ტიციან დავიძემ. ამავე წერილში ვალერიან გაფრინდაშვილი წერდა, რომ როგორც ტომას ჩატერტონმა გამოიგონა როულეის მითი, ისე ერთმა ჩვენმა თანამედროვე პოეტმა გამოიგონა ელენე დარიანის მითი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ სენსაციების ძიება. იმიტომ რომ ამ საქმეში, ამ სფეროში ჩართულები არიან ადამიანები, რომელსაც არანაირი პროდუქტი არ შეუქმნიათ. ისეთი არგუმენტები აქვთ მოყვანილი, რომელსაც ახლა რა თქმა უნდა მე არ დავასახლებ, რომელიც არის მეცნიერისთვის სამარცხვინო. მე მიმაჩნია, რომ მეცნიერმა უნდა წარმოადგინოს ვერსიფიკაციული, ეს მესმის რომ ძალიან რთულია. ვერსიფიკაციული ლინგვისტური, რომელიც უფრო მარტივია, იმიტომ რომ აბა მეცნიერს რაღაცა ხო უნდა შეძლოს წიგნის კითხვის და სენსაციური განცხადების გაკეთების გარდა. და ბოლომდე ლინგვისტური თუ არა, მაშინ სუალრაობას უბრალოდ მარტივად, ძალიან ისე მარტივად ვამბობ მეც ამას. რიტორიკული ანალიზი. ხო შეიძლება ამის გაკეთება. თემა დღეს ახალ რეალობაში გაჟღერდა გენდერულ ფემინისტურ იდეათა ფონზე. რათა არ დაიჩაგროს ქალი, რომელიც მავანთა ლოგიკით არა პაულოს უკან, არამედ პაულოს წინაც უნდა იდგეს. მემუარისტიკა, ვფიქრობ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ითვლებოდეს არგუმენტად. აი, სადაც მეცნიერება, სადაც ფილოლოგიური მეცნიერება, სადაც კულტუროლოგია არის განვითარებული, რომელიმე პროფესორს ვუთხრათ, რომ ჩვენ მემუარებიდან ავიღეთ და მემუარების საფუძველზე ვადგენთ, რომ ამ ლექსების ავტორი არის ქალი, რომლის ლექსების ანალიზი ჩვენ არ გვინახავს. 1925-26 წლებში გამოიცა ქართველ მწერალ ქალთა ალმანახი, 20-მდე ქალი ავტორის ლექსებითა და პროზით. აქ არ გახლავთ ელენე ბაქრაძის ლექსები, არც ელენე დარიანის, რადგან ასეთი პოეტი ქალი არ არსებობს.
1919 წელს ქუთაისში გამოიცა ახალი პოეზიის ანთოლოგია. აქ წარმოდგენილი ყველა პოეტი მამაკაცია, მათ შორისაა ელენე დარიანი, პაოლო იაშვილის ფსევდონიმი. პირველად, როდესაც ელენე დარიანის ლექსებს დავაწყდი, პაოლოს კრებული მაშინ გამოცემული ჯერ კიდევ არ იყო. წლები არ მახსოვს, წავიკითხე კავკასიონში. პარიზისაკენ ასეთი ლექსი იყო დაბეჭდილი და ძალიან დავინტერესდი, ვინ არის მეთქი. ძველებს ვკითხე, ვინც ცოტა გარკვეული მეგონა აქვს საქმეში და მითხრეს, რომ ამას წერდნენ სიმბოლისტები, უნდათ რომ ერთ-ერთი ქალი ყოფილიყო მათი ორდენის წევრი, რომელიც არ გამოჩნდა. და წერდნენ სხვადასხვა სიმბოლისტები, ეგრე მითხრეს და მე უთხარი მაშინ მეთქი კავკასიონში რო ლექსია დაბეჭდილი, ეგ აშკარად პაოლოსი უნდა იყოს მეთქი რა. იმიტომ რომ იქვე პაოლოს ლექსია, მე დავავარდე მამა დავითზე, რომელიც როგორ გითხრათ, ოსტატობით, ხმით, რაღაცით სრულიად იდენტურია მაგ დონეზე. არ ვიცი ვინ წერდა მაშინ კიდევ. ხო და მან თუ სმენა გაქვს პოეტური, მან ეჭვი არ უნდა გამიჩნდეს. უნდა აყვავდეს მალე ქვიშნები, უნდა ბალახი დილამ დართვილოს. მე ამ ზაფხულზე დავინიშნები და მივატოვებ ჩემ საქართველოს. მე დავშორდები ძვირფას პოეტებს და თან წამყვება ვაჟას კრებული. ჩემ ლექს ბალის ქვეშ ვინა მოიდებს ჩემი კოცნებით გაოგნებული. ჩემო ქვეყანა მეტად ძნელია, შენი დაკარგვა და დატოვება. სოფლის ბავშვები აღარ მელიან არმელის მუხაათას რტოება. ჩემო ქვეყანა ვიცი პარიზი არი გულის და თვალის ამხელი. ვიცი მომელის მე უარესი, ალბათ გატყდება ჩემი სახელი. ჩემო ქვეყანა ვიცი პარიზი არის გულის და თვალის ამხელი. პარალელი პაოლოს ცნობილ სტრიქონთან. საქართველოს შემდეგ უწმინდესი ქვეყანა არის პარიზი. გერონტი კიქოძე იგონებს. პაოლო იაშვილს პირველად პარიზში შეხვდი. პარიზის არტისტული ბოჰემისა და სტუდენტობის სამფლობელოში, ლათინურ კვარტალში. პაოლოს უყვარდა პოლ ვერლენის ძეგლის გვერდით ჯდომა ლუქსემბურგის ბაღში და აუსში მობანავე ბეღურების სხერა. რაღაც ნათესაურს პოულობდა პოეტსა და ამ უწყინარ ფრინველს შორის. რამდენიმე საგულისხმო დეტალი ლექსში პარიზისაკენ ზოგიერთი ტოპონიმის და პერსონის, მაგალითად ბულ მიშელის, ყრუ მონასტერის, კათოლიკების, კლოდელის და ამგვარ კონტექსტში და ადგილობრივი ტერმინებით მოხსენება მხოლოდ პარიზში დიდხანს ცხოვრებ ადამიანს შეუძლია. არცეთ სხვა პაოლოს თანამედროვე პოეტს, წერს ლიტერატურის მცოდნე მაია ბიბილეიშვილი, არ ქონია ასეთი ინტელექტუალური, ესთეტიკური, ბიოგრაფიული, გეოგრაფიული და რაც მთავარია რესანტიმენტული გამოცდილება. როდესაც დარიანული ციკლის ლექსები იბეჭდება, იგი 18 წლის არის, 17-18 წლის არის და არის რუსულენოვანი ქალბატონი. ამას აქვს მნიშვნელობა. მერე მან დახვეწა თავისი ქართული იმ პირაწერილებში ბიძა იასონ ბაქრაძეს წერს კიდე რომ აი შენ კარგად დაუფლები ხარ უკვე ქართულს. ესე იგი დაუფლები ხარ იმას ნიშნავს, რომ მოიკოჭლებდი, არ იცოდი და შეიძლება ასეთ რუსულენოვანს შექმნა ასეთი ლექსები, ეს შეუძლებელი რამ გახლავთ. მსოფლიო ლიტერატურამ მისტიფიკაციის მრავალი მაგალითი იცის. მაგალითად ჯეიმს მაკფერსონი, რომელმაც საკუთარი რომანტიკული პოემები თავისივე თარგმანად გამოაცხადა, ხოლო ავტორად მესამე საუკუნის კელტი ბარდი ოსიანი.
პროსპერ მერიმე, რომელმაც 1825 წელს გამოსცა კლარა გასულის თეატრი. კლარა გასულს ყელზე მარგალიტებიანი მძივი ეკიდა ჯვრით. ხატვარს პოზიორობდა პროსპერ მერიმე. ცნობილმა ფრანგმა რომანისტმა რომენ გარმა ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოაქვეყნა 5 რომანი. 1913 წელს მოსკოვში გამოიცა კნიგა სტიხინელი. ავტორი კარგახანს უცნობი იყო. შემდეგ გაირკვა, რომ ნელი არარსებული პოეტი ქალი გახლდათ და ამ ლექსების ავტორი იყო ვალერი ბრიუსოვი. როდესაც ნელის ლექსები გამოქვეყნდა რუსულ კრიტიკაში, ეს შეაფასეს როგორც ანა ახმატოვას გავლენით დაწერილი ლექსები. პაულო ერთ-ერთ ლექსს უძღვნის ანა ახმატოვას და მის ლირიკასთან აქვს ძალიან ბევრი საერთო. გიომ აპოლინერის რომანი ცნობილ ქალბატონთან, მხატვართან მარი ლორანსენთან, ეს ქალბატონი გარკვეული დროის განმავლობაში წერდა ლექსებს ლუიზა ლალანის ფსევდონიმით. ცოტა ხნის შემდეგ ამავე ფსევდონიმით დაიწყო ლექსების წერა გიომ აპოლინერმა. თავისთავად ცხადია, ეს პაულოსთვის უნდა ყოფილიყო ძალიან ნაცნობი თემა. პოეტის შთაგონების წყარო შეიძლება სულ სხვადასხვა რამ და ვინმე აღმოჩნდეს. ლექს ბიძგს 1000 რამ აძლევს. ცხოვრებისეული რაღაც მომენტი, რაღაც მოვლენა, რაღაც პიროვნება. მადამ კერნი არანაკლებ მონაწილეა პუშკინის გენიალური ლექსისა. Я помню чудное мгновение. აი ეს ქალი მოეზმანა. მაგრამ მადამ კერნი არის ავტორი ამ ლექსისაო, გვარიანი გულუბროლობა იქნება. ახლა ეს ზუსტი ანალოგია შეიძლება არ იყოს, მაგრამ უბრალოდ მე ვიცი ფასი. არავინ წამომძახოს, რომ თქვენ არ გრძნობთ რა მნიშვნელობა ქონდა თუნდაც ქალბატონ ელენე ბაქრაძეს პაულოს დარიანული ლექსის შექმნისათვის ქონდა ალბათ. მარტო მაგალბატონსაც არა, მაგრამ მაგალბატონსაც ქონდა და მას დაფასება უნდა. მაგრამ ეს სხვა არის, რომ პოეტური შემოქმედების ამგზავრელი იმპულსი მიიღოს პოეტმა ვინმესგან და რამისგან. და სხვა არის, როდესაც პირდაპირ ცხადდება, რომ ეს არის ავტორი. მემუარები 1000 გითხრათ 1000 გადამოწმებას გადის ხოლმე სანამ ენდობიან. ის გამახსენდა ერთი სტეფან ცვაიგს აქვს კაზანოვას მემუარებზე ნათქვამი. ამადამ ადგილას იჯდა მოხუცი კაზანოვა და უკანასკნელად ატყვევდა საზოგადოებას წერდა მემუარებს. ეს ერთადერთი არგუმენტი თუა არგუმენტად არ გამოდგება და დანარჩენი არგუმენტი მე ვერაფერი ვერ ვნახე. მემუარები ელენე ბაქრაძის კი არა ბალე უკეთესი ხალხისა არ არის ხოლმე სანდო. მან 1000 გადამოწმება ჭირდება სანამ მემუარების ავტორს ანდობი. ელენე ბაქრაძის არქივში დაცულია გიორგი ლეონიძის ლექსებიც, ოზნავ შეცვლილი ადგილებითაც. ასევე ელენე ბაქრაძის ხელნაწერებში კითხულობთ ასეთ სტრიქონებს და გოლიათურ მხრების შერხევით მზისკენ მიდიან ზღაპრული რაშით, ჩემი ვერ ხვები. ამ ცნობილ ლექსს რატომღაც არ აქვს მიწერილი ავტორის სახელი და გვარი, ანა კალანდაძე. გამოდის, რომ გიორგი ლეონიძეს და ანა კალანდაძეს თავიანთ სიცოცხლეში რომ არ გამოექვეყნებინათ საკუთარი ლიტერატურული მემკვიდრეობა და ხელნაწერებიც არ დაეტოვებინათ, შესაძლოა ამ ლექსების ავტორიც ელენე ბაქრაძე ყოფილიყო. ამ ბინაში 37 წელს, როცა ბაბუამ თავი მოიკლა და იმ დღეს მოვიდა ჩეკა, ასე ვთქვათ, გაზიდეს მთელი სახლი, ფაქტიურად ბებია იხსენებს, რომ რამდენიმე უზარმაზარი ყავის შემოდანი გაავსეს გამოუქვეყნებელი ლექსებით, უმდიდრესი მიმოწერით. იმ პერიოდის წერლებიც მახსოვს, მოღვაწეებიც მახსოვს, პავლოს ახლობლებიც მახსოვს. ქუთაისში ბაბუაჩემი და პავლოს იაშვილის ოჯახი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. უახლოესი დამოკიდებულება ჰქონდათ.
პავლომ იმ პერიოდში საოცარი სახელი გაითქვა. სახელი არ აკლდა პავლო იაშვილს ნამდვილად, არც დიდება აკლდა, არც სიყვარული აკლდა საზოგადოებას და არც მომხიბლავი ქალების ყურადღება. ნამდვილად არ აკლდა. მაგრამ მე მაგალითად ამ ქალის სახელი არ გამიგონია. იოსებ გრიშაშვილი, ელენე დარიანი, როგორც ასეთი არ არსებობს. იგი არის მითი და მისი სახელი ერთმა ჩვენმა პოეტმა გამოიგონა. შალვა აფხაიძე, ჩვენ ყოველთვის გვაოცებდა პაულოს შემოქმედებითი გარდაქმნა, გვაოცებდა მისი ლექსები, რომელიც ელენე დარიანის ფსევდონიმით ქვეყნდებოდა. შალვა რადიანი, პაულო იაშვილი ლექსებს აქვეყნებდა ელენე დარიანის ფსევდონიმით. მირიან აბულაძე, პაულო იაშვილი ამავე პერიოდში წერდა და ბეჭდავდა ლექსებს ელენე დარიანის სახელით. ის ჭეშმარიტი არტისტიზმით ახდენს თავისებურ პოეტურ გარდასახვას. თავის წარმოსახვაში პოეტი ქალის, როგორც შემოქმედის, ხატრულ ნიღაბს ქმნის. აკაკი გაწერელია. პაულო იაშვილი ანაზდად წამოიწყებდა ელენე დარიანის ფსევდონიმით დაწერილ ლექს ანა ახმატოვასადმი. კოლაო ნადირაძე, ელენე სახელი იყო, დარიანი კი დორიან გრეის პორტრეტიდან წამოიღო. კარგი ლექსები გამოუვიდა. ყოველთვის მიგვირდა, ვეკითხებოდი, ასე როგორ იცნობ ქალის ფსიქოლოგიას მეთქი. ვიცნობო, ჩაიცინებდა. გრიგოლ ცეცხლაძე, პაულო იაშვილმა ელენე დარიანის ფსევდონიმით გაზეთ მეგობარში გამოაქვეყნა ლექსები. ქუთაისში, როცა პაულოს სადღეგრძელო დაილია, მე ავდექი და ზეპირად წაუკითხე. ლექსი ელენე დარიანისგან. ბავშვობიდანვე მესმოდა, როგორ იგონებდნენ პაულოს. რაც გამომდა იგონებდნენ ამ დარიანულ ლექსებსაც და როგორც მისტიფიკაციას. არასოდეს, არავის არ უთქვამს, არც მაშინაც ჩემი ბავშვობის შესაძლებლობებს გეუბნებით და არც მერე რეაბილიტაციის მერე და ხო შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი და ძალიან ხშირად იყო ეს ლაპარაკი. ნინო თარიშვილიც ეს იყო ლაპარაკი. უნივერსიტეტში ასწავლიდა კალათონი ნინო. იქ მითხრეს, რომ ეს არის ელენე დარიანი. რა თქმა უნდა არ იყო. მაგრამ ნინო თარიშვილზე როცა ლაპარაკი არა, აქ რაღაც ლოგიკა არის. იმიტომ რომ ნინო თარიშვილი თვითონ იყო პოეტი და ძალიან კარგი პოეტი. და ნინო თარიშვილი წერდა დაახლოებით ასეთივე სულისკვეთების ლექსებს, როგორიც არის ეს დარიანული ლექსები. თავად ნინო თარიშვილი, რომელსაც 20-იან წლებში პაულომ ქართველი ანა ახმატოვა უწოდა, იგონებს. პაულო იაშვილმა მითხრა, რა კი თქვენ გამოჩდით, დღეიდან მე ხელს ვიღებ ქალის სახელით ლექსების წერაზეო. ქალი პაულოს უკან. ის რაც ნახე და რაც წავიკითხე, არის არაჩვეულებრივად კარგად მოწოდებული. კითხულმა ეს აუცილებლად უნდა ნახოს არა მარტო მუზეუმის კედლებში, არამედ ალბათ წიგნადაც. ელენე დარიანის გამოფენა არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოფენა, რომელიც კი ამ მუზეუმში მოწყობილა. ელენე დარიანი არის ფსევდონიმი ელენე ბაქრაძისა. პირველი ადამიანი, ვინც ამასთან დაკავშირებით დაწერა, იყო გიორგი ჯავახიშვილი, რომელიც ფაქტობრივად ჩაქოლეს თუ როგორ გაბედა საერთოდ და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ავტორობა აი ამ ლექსებისა, რომელიც ყველა ქართველი მკითხველისათვის, ვისაც უყვარს მეტნაკლებად ქართული ლიტერატურა ცნობილია, ეს არის დარიანული ლექსები, რომელსაც 55 წლის შემდეგ ჩვენ მივაკუთვნებთ პაულოს. მაგრამ სინამდვილეში ეს ქალიც არსებობდა და მე პირადად ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ გამოფენაზე ვცდილობ აჩირება ნეიტრალურად იყოს ეს ყველაფერი მოწოდებული, მე ვიტყოდი, რომ თავარი ავტორი ამ ლექსების არის ელენე დარიანი და თქვა პაულო იაშვილი უფრო რედაქტორის სახით ჩანს. ასეთ რამეს იგი არ არსებობს, რომ იმ დროს ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ასეთი ლექსები დაეწერა. თქვენ ფიქრობთ, რომ დარიანი პაულოა? რა თქმა უნდა, პაულოა. ახლა მტრის პოზიციიდან საქართველოს კომპარტიის თავმჯდომარემ ფილიპე მახარაძემ განიხილა ჟურნალ ცისფერი ყანწების ტექსტები, მკაცრად გააკრიტიკა ავტორები რობაქიძე, დარიანი, იაშვილი და დაასკვნა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს არის მოდერნიზმი და ფუტურიზმიო. აშკარა ხდება, ეს ვაჟბატონები, ეს ლოთი ბიჭები გზას გადამცდარან. ფილიპე მახარაძის ყოლის ჭრეტელი თვალიც კი ამ ჯგუფში ქალ პოეტესას ვერ ხედავს.
როდესაც მუშაობდი პავლოსზე, მოდიოდა ხშირად ჩემთან მისი დიშვილი, ბატო მოდებაძე. სანხშირი ურთიერთობა მქონდა კოლაონ ნადირაძესთან, რომელიც დედასთან ხშირად დადიოდა, მაგრამ მე სპეციალურად მიბარებდა ჩემი ნამუშევრით, მივდიოდი და თითოეულ ლეგზე, ასევე სერგო კლდიაშვილთან. ეხლა გადავიკითხე კიდევ ნინო ტაბიძე. ნინა მოდიოდა ტაბიძე, რაისა მიქელძე და იცოდე რომ მე პავლოზე მუშაობდი და ისე დავბერდი და ისე მოვედი ამ ასაკამდე რომ ელენე ბაქრაძეს ხსენება საერთოდ არის. კიდევ უნდა იმუშაონ ჩვენმა ლიტერატურათმცოდნეებმა, მეცნიერებმა, ნაწილს ესეთი სამუშაო ჩატარებული აქვს მაგალითად პროფესორ თამარ ბაიჯაძეს, როდესაც შედარდა ის რასაც მკითხველი ინტუიციით, ყოველგვარი სტატისტიკური ანალიზით, ყოველგვარი დათვლით, რამდენი ემფათიკური არის ამასთან, ამ კორპუსში, რამდენი აქ და რამდენი იქ, რამდენი ვითარების ბრუნვა არის თქვათ, რამდენი ვით დანდებული არის ნახმარი კაცსავით თუ კაცივით და 1000 მომენტია. ლექსიკური ერთეულები, რასი ხშირით არის ნახმარი, ერთი და იგივე ლექსიკური ერთეულები ერთ კორპუსში, მეორეში, მესამეში. ეს ზუსტი მეცნიერება გახლავთ და ზუსტი ანალიზი და ზუსტი დასკვნა კეთდება ამის შედეგად, რომელიც ადასტურებს, რომ აი ეს ტექსტი, ამ კორპუსის ტექსტი და ამ კორპუსის ტექსტი იდენტური ავტორისგან არის. მაგრამ რა თქინდა? აი მინიშნება ხომ იყო? ხო დაწერა ამ ქალბატონმა რომ ამ ლინგვისტურ სტატისტიკური ანალიზით უეჭველად დარიანული ლექსების ავტორი არის პავლო და ის ორი ლექსი ადასტურებს ბაქრაძის ორი ლექსი რომ იქ სხვა სტილისტიკა, სხვა არის გრამატიკული ფორმები და სხვა ის არ არის იმის ავტორი არ შეიძლება იყოს დარიანული ციკლისა. გულწრფელად რო თქვა, მანდა არგუმენტები არ მჭირდება. ხოლო არგუმენტები შესანიშნავად ჩამოაყალიბა ზეინებ ლომჯარიამ თავის ციკში. არა მგონია იმას თემა შემოეულებოდეს. იქ ყველაფერი ზუსტად და გარკვევით არის ნათქვამი და ყველაფერს თავის სახელი ქვია. იმაზე ლაპარაკი შეიძლება აგრეთვე რომ მე ვერ ვნახე ვერც ერთი არგუმენტი ელენე ბაქრაძის ავტორობას დაასაბუთებდა. ვერც ერთი არგუმენტი უბრალოდ არგუმენტს რომ გაუდეს. გარდა იმისა რომ ამ ქალს ჰქონდა სურვილი გამოცხადებულიყო ამ ლექსების ავტორად. ჩვენ შევისწავლეთ ქალბატონ ელენე ბაქრაძის არქივი, რასაც სასიამოვნო ლიტერატურულ სამუშაოს ვერ დავარქმევთ. აქ ლიტერატურის კი არა, უფრო დეტექტივის ალღვა აუცილებელი. გადასწორებული თარიღები, გამიზნული თუ შეუგნებელი უზუსტობები, ფაქტების დომხალი, ჭორები. ამის შედეგს გალაქტიონის უბის წიგნაკშიც პოულობთ. ელიკომ გაიხსენა ჩემი საღამო მოსკოვში მხურვალე ოვაციები, რომელშიც თვითონაც მონაწილეობდა და საპასუხო სიტყვები ტიციანისგან. ახლა კი დავრწმუნდი, შენის ელენე არა ხარ, რომელიც მეგონაო. შური გამიგონია, მაგრამ ასეთი? ჩვენი ოპონენტები გრიგოლ რობაქიძის და ელენე ბაქრაძის სახელებსაც ერთმანეთს უკავშირებენ. რობაქიძე კი სერგეი გოროდეცკის ჟურნალ არსში გამოქვეყნებულ წერილში ქართული მოდერნიზმი ერთ მნიშვნელოვნად აღნიშნავს. ელენე დარიანი უეჭველად ქალური პოეტური სახეა ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი მესაფუძვლის, მამაკაცის. საქართველოში დიდ ანგარიშს უწევენ უცხოელთა აზრს. აი სიტყვა საუცხო ალბათ აქედან გამომდინარეობს. იტალიაში გამოცემული კრებული. ავანგარდი თბილისში, ვენეციის უნივერსიტეტის გამოცემა. მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული ავანგარდიზმის კომპლექსური შესწავლის პირველი ცდა, ჯერჯერობით უკანასკნელიც. კრებულის ავტორებია მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, მათ შორის ლუიჯი მაგაროტო, ჯონ ბოულტი, მარციო მარცადური. აქ გარდა იმისა, რომ სრულყოფილად განხილულია ეპოქის სოციალურ-პოლიტიკური ფონი საქართველოს ანექსიის ჩათვლით, შესწავლილია ყველა მხატვრული თუ ლიტერატურული მიმდინარეობის, მათ შორის ცისფერყანწელთა შემოქმედების თეორია და პრაქტიკა. დასახელებულია ყველა წყარო და რაც მთავარია, ყველა პერსონალია, რომელიც ამ შემოქმედებით პროცესებში მონაწილეობდა, ავტორებიც და მათი გარემოც.
აქაც შავით თეთრზე წერია, რომ ელენე დარიანი არის პაოლო იაშვილის ფსევდონიმი. ეს მათთვის, ვისაც ჩვენი ქართველი ლიტერატორების არ სჯერა. ახლა ჩვენ დასამტკიცებელი პრაქტიკულად არაფერი არ გვაქვს, არც ვაპირებთ დამტკიცებას, არც პოლემიკაში ჩართვას ვაპირებთ. როდესაც იგნორირებულ იქნა უამრავი მკვლევარის აზრი, იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ პაოლოს მემკვიდრეების, პაოლოს მეგობრების და მისი ოჯახის მიერ ცალსახად იყო დამტკიცებული ის, რომ ელენე დარიანის ლექსები არის სწორედ რომ პაოლო იაშვილის მეთიფიკაცია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გავაკეთოთ კონკრეტული ფაქტების კონსტატაცია და გამოვხატოთ ჩვენი აზრი. მე უფრო მგონია რომ ეს ეხება გარკვეულ ღირებულებებს, გარკვეულ ფასეულობებს, გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს, რომლებსაც მსგავსი ადამიანების არსებობაც კი არ აწყობთ ან არ ჭირდებათ, ესეთი მაგალითების არსებობა უქმნის პრობლემებს, იმიტომ რომ პაოლო იაშვილის პოეზიაზე შეიძლება იკამათოს, შეიძლება მოგწონდეს, შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ მისი ღირსება დააყენო ეჭვის ქვეშ ან კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს დიდი უზნეობაა ჩემის ღმარწმენით. ამ ადამიანმა თავის ცხოვრებით და იმ საქციელით, იმ ბოლო ნაბიჯით თავისი ცხოვრების მოდით ყველაფერს დავარქვათ თავის სახელით. ძალიან ბევრ ადამიანს მოწმინდა ნამუსი და სინდისი. ძალიან ბევრს. მე არავის არ ვაკნინებ, არავის არ ვამტყუნებ, ღმერთმა დამიფაროს, საშინელი დრო იყო და ვინ როგორ მოიქცეოდა იმ დროს იმათ შორის ვინც დღეს ცხოვრობთ, ჩვენი დროის ადამიანები არავინ არ იცის, ცხადია. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, ამ ადამიანებმა გააკეთა ის, რაც გააკეთა და შეიტანო ეჭვი იმაში, რომ ეს ადამიანი ეგუებოდა სხვისი ლექსების გამოქვეყნებას თან ქალის, ოდნავ მაინც უნდა იცოდე ვინ იყო პაოლო იაშვილი. 1920 წელს პაოლომ გაიცნო და 1921 წელს სწორად შეირთო თამარ ოქრომჭედლიშვილი, შემდგომში თამარ იაშვილი. სწორედ იმავე პერიოდში მან მიუძღვნა მას წიგნაკი ელენე დარიანის ლექსებით, რომლებიც ჩაწერილი იყო ამ ბლოკნოტის რაღაც გარკვეულ ნაწილზე, აქ 6 თუ 7 ლექსია მთლიანად. ეს არის სტანდარტული ტიპის წიგნაკი, რომელსაც თავზე, როგორც კი გადაშვლით, გვერდს აწერია ელენე დარიანი და ზემოთ აქ მინიშნება თამარ იაშვილს. სწორედ აი ამ ბლოკნოტიდან აღებული ლექსი დარიანული, რომელსაც ბოლო სტროფის ქვეშ პაოლოს მიერ არის მოწერილი ხელი ელენე დარიანი, მოხდა თბილისში გამართულ გამოფენაზე. აქ არაფერი არ იყო აღნიშნული. სწორედ ის, რაც იყო თავარი აღენიშნათ, არ იყო აღნიშნული, რომ ეს ლექსი პაოლო იაშვილს მიზრუნილი აქვს თამარ იაშვილის მიმართ. როდესაც ბატონ ჭაბოს აუკითხეთ ელენე ბაქრაძის მემუარებიდან, თვითონ ელენე ბაქრაძის გამონათქვამი, რომ ელენე დარიანი მე ვარ, ელენე დარიანის ყველა ლექსები ჩემია, იმავე წუთში, აი პირდაპირ ფურცელი ეჭირა კალმისტარი, პირდაპირ დაწერა ის რამოდენიმე ფრაზა. შემიძლია წაიგითხოთ. ელენე დარიანის ლექსები არ არსებობს, ყველა პაოლოსია. ელენე დარიანი ბატონი პაოლო იაშვილის ფსევდონიმია. ბატონი პაოლო მამაჩემის კეიფებიდანაც მახსოვს და ქალაქიდანაც. ჭაბო ამირაჯიბი, ბერი დავითი, თბილისი, 11.07.2013 წელი. თუ მისი მეგობრები, მისი თანამედროვეები, იმ დროს ცხოვრები ადამიანები, სპეციალისტები და ასე შემდეგ არასოდეს არ აყენებდნენ ამას ეჭვის ქვეშ. რატომ დადგა დღეს დრო ამ თემაზე ლაპარაკის? ვის უნდა აწყობდეს ეს? მე მაქვს ჩემი მოსაზრებები და არ მინდა ეხა ეთერით ამ თემაზე ვილაპარაკო, მაგრამ და ღმერთმა შეუნდოს ყველას. მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ჩემი ძმა მერაბი და მე ძმები ნიჟარაძეები, პაოლო იაშვილის ერთადერთი შვილიშვილები. ამ უღირსეულეს, ამ მაღალი ზნეობის მატარებელ, ულაშკაცეს ქართველ კაცს მეორედ არავის არ მოვაკვლევინებთ ნამდვილად.
მეტის თქმა მე არ შემიძლია და არც მეტი. რაც შეეხება ელენე ბაქრაძის ლიტერატურულ პროდუქციაში. ჩვენი აზრით, მისი უკვე გამოქვეყნებული 2 ლექსი აშკარად რედაქტირებულია. იქნებ პაოლოს, იქნებ გალაქტიონის მიერ. როგორც თავად იტყოდა ქალბატონი ელენე, შლიფოვკაა გაკეთებული. ამ დასკვნის საბაბს გვაძლევს არქივში მისივე გამოუქვეყნებელი სხვადასხვა წლით დათარიღებული ლექსები. ამ ლიტერატურშინის და პოეტური უსმენობის პაოლოს ტექსტებთან გაიგივება მაყურებლისთვის მიგვინდვია. 1915 წელი. ჩვენ აქ ვართ მძიმედ დაყუჩებულნი, დგევარ და ველით ისევ განსაცდელს. ჩვენ სურვილის ხელით გალურჯებულით, უკვდავი ხელით ჯვარს არ ავაცდენთ. შემდეგ, გულზე დაბმული სისხლის წვეთებად წდება უნაზეს გრძნობით ნატარი და სულთ მობრძავი გვამად იქცევა, რომ დრეთით აღდგეს ისევ მართალი. 1934 წელი. ყვავილები დახუთულნი სუნთქავდნენ, გრილი გულით მტკვარი მოდუდუნებდა, მთელ ქვეყანას უროებით ურტყამდა ისტორიის დღეთა დაგუგუნება. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ აღარ ვიცი რა ვილაპარაკო. საერთოდ ეს არავითარი პრობლემა არ მიმაჩნია. აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, თუ კი ადამიანს ოდნავ ლექსი გაიგება. ერთხელ მე და მედეა მივდიოდით არ მახსოვს სადღაც დავინახეთ სოლოლაკში ეხლა ლეონიძის ქუჩაზე ბანკია და საათია და იმ ბანკთან დგას მამაჩემი და პავლო და საუბრობენ. ნინო, ჩემს ცხოვრებაში აი ეხლაც რო გავიხსენებ ხოლმე, აი პავლოს დათრგუნული სახე. ისეთი დათრგუნული იყო, ისეთი სახე ქონდა ორივეს, მამაჩემს და იმას, რომ მე რო ვიხსენებ ამას ხოლმე, აი ის პავლო აღარ მახსოვს. ჩემო ძვირფასო საყვარელო თამარ, მშვიდობით. სიკვდილის წინ განსაკუთრებულ სიყვარულს გრძნობ შენდამი. მედიაზე არაფერს გწერ, ვიცი ნამდვილ ადამიანად აღზდი. ჩემი სიკვდილის მიზეზი არის ვერ შეუთავსებლობა პოეტის სახელის იმ შეურაცხყოფასთან, რომელიც მომაყენეს ადამიანებმა, ვისთანაც მეგობრობდი. კაცს თავი მოაკვლევინეს. კაცმა თავი მოიკლა, იმიტომ რომ ნახა როგორ დამყაყებულ, დატრუნულ, დაცვედანებულ საზოგადოებაში ცხოვრობდა. პოეტი, როდესაც პიროვნულ ღირსებას იცავს, ისე ლიტერატურის ღირსებასაც იცავდა, წერლობის ღირსებასაც იცავდა. ამ კაცმა 37 წელს ამ გატრენილობის, განაბულობის სიმხდალის ეპოქაში გამოუშალა ჩხმას ფეხი და ტვინი მიასხა წერალთა კავშირის კედლებს, რომელსაც ვერავით არის ტილო და წყალი ვერ ჩამორიცხავს. სხვათა შორის იმ კოლავ ნადირაძეს გამოუგზავნა პაოლომ წერილი და ერთი ლექსი. თითქოს ერთგვარად ახსნას განმარტებასაც აძლევს, რომ რაღაცა სხვანაირი ლექსი გამომივიდაო. ჩვეულებრივ ჩემს სხვა ლექსებს არ გავსო და შენთან იყოს მეორე სიმღერა. ალბათ ბევრს გახსოვთ. უფალო უსმინე შავარდენს, მის ხელით გიგზავნი ბარათს. მიშველე ხორებში ჩავარდნილს, ხორებში დარჩენილს მარად. უფალო გალავნის ყორეზე დამნიშნე ბეღურა ჩიტად. და რამდენი სასაფლაოს გალავანს ჩაული და მის ყორეზე დავინახავ ბეღურა ჩიტს, სულ ასე მგონია, რომ ამ ბეღურა ჩიტში, არა ბულბულში, არამედ ბეღურა ჩიტში არის გადასული პოეტის სული.